გვალვის დროს მოერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. იმოძრავეთ აუჩქარებლად, მეტი დრო გაატარეთ ჩრდილში, ატარეთ თეთრი ან ღია ფერის სამოსი, ჰაერგამტარი ფეხსაცმელი და ქუდი. მიიღეთ ბევრი წყალი. სხეულის გასაგრილებლად გამოიყენეთ პორტაბელური გამაგრილებელი საშუალებები. მარაო, ხელის ელექტრონული მარაო, ყინულის ბლოკები, თერმული ჩანთით. თუ სახეზეა სითბური დარტყმის სიმპტომები, დაზარალებული მოათავსეთ გრილ ოთახში, სველი ქსოვილით გაუგრილეთ სხეული, გონზე მოსვლის შემდეგ დაალევინეთ დიდი რაოდენობის სითხე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ძლიერი ქარის ამ და სეტყვის დროს დარჩით შენობაში, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დადგეთ ფანჯრებთან, გადაკეტეთ წყლის და გაზის ვენტილები, გათიშეთ ელექტროენერგია. ღია სივრცეში არ გაჩერდეთ ხეების, შენობების, ხიდების, ელექტროგადამცემი ხაზების, სამრეწველო ობიექტების მახლობლად. დააფიქსირეთ ეტლი, მუხრუჭით, დაიფარეთ თავი და სახე, ეცადეთ თავი შეაფაროთ მყარ შენობას. თუ ვერ იპოვეთ საიმედო თავშესაფარი, დაწექით და მჭიდროთ მიეკარით მიწას. დაიფარეთ სხეული ხელებით, ტანსაცმლით ან მუყაოს და პლასტმასის ყუთებით. თუ ავტომობილში იმყოფებით, გააჩერეთ და დარჩით ადგილზე. ფანჯრები დახურეთ და დასხედით ფანჯრისკენ ზურგით, რომ ფანჯრის შუშის ჩამსხვრევის შემთხვევაში აირიდოთ დაზიანებები. გაითვალისწინეთ, დროულად აცნობეთ მაშველებსა და სამედიცინო პერსონალს თქვენი შეზღუდვის შესახებ, რომ დროულად მოხდეს თქვენი შეზღუდვის შესაბამისი საჭიროებების განსაზღვრა. გადარჩენისას გამოყენებული იყოს სათანადო აღჭურვილობა და ტექნიკა. შეძლებისდაგვარად მოხდეს პირველადი თავშესაფარის ადაპტირება. მიიღეთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და თუ გაქვთ ხედველობის შეზღუდვა, სთხოვეთ მაშველს გაგიწიოთ მეგზურობა მარცხენა, მარჯვენა იდაყვის შეთავაზებით. გაგაფრთხილოთ დაბრკოლების შესახებ, თუ თქვენ გაქვთ საუბრის შეზღუდვა, უმჯობესია თან იქონიოთ სასტვენი ან ყურადღების მისაქცევის სხვა საშუალება. უმჯობესია შეადგინოთ და თან იქონიოთ საკონტაქტო პირების სია და მათი საკონტაქტო მონაცემები. ასევე თქვენი პირადობის და სამედიცინო მონაცემები, რომ მაშველებმა დაუყოვნებლივ მიიღონ საჭირო ინფორმაცია. იყავი ინფორმირებული. შეიტანე შენი წვლილი კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების ფორმირებაში.